მოგესალმებით ძვირფასო და პატივცემულო მაყურებლებო. თქვენ ბრძანებით არხზე გლობალური შერკინება. დღევანდელ გამოშვებაში თქვენ მოგელით ორი ტირანოზავრის შედარება. ფანგი მულტსერიალიდან პირველყოფილი და რექსი იურიული პერიოდის ფრანშიზიდან. იმედი მაქვს, რომ ეს შედარება თქვენ მოგეწონებათ. მაშასე მეგობრებო, რაც შეიძლება კომფორტულად მოკალათდით, მოიმარაგეთ სხვადასხვა ტკბილეულობები, რადგანაც თქვენ საინტერესო განხილვა მოგელით. წავიდა. დავიწყოთ პერსონაჟების მოკლე აღწერილობით და დავიწყოთ რექსით, ასევე ცნობილი როგორც რობერტა. ეს არის მდედრი ტირანოზავრი იურიული პარკის ფრანშიზიდან და ისევე როგორც ყოველი დინოზავრი ამ სამყაროდან, ის იყო კლონირებული და რადიკალურად შეცვლილი გარეგნულად. იგი ითვლებოდა ყველაზე დიდ მტაცებელ დინოზავრად ისლა ნუბლარზე და რექსის ასევე ეძახიან ისლა ნუბლარის დედოფალს. ახლა კი მოდით შევხედოთ ფანგს. ეს არის ცისფერი მდედრი ტირანოზავრი გენდი ტარტაკოვსკის მულტსერიალიდან პირველყოფილი. ოდესღაც ფანგი იყო მზრუნველი დედა, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა, მაგრამ მოგვიანებით ისინი შეჭამა ქმნილებამ სახელად ალფა-რქიანი ტირანოზავრი, რის შემდეგაც ფანგი შეხვდა და დაუმეგობრდა პირველყოფილ ადამიანს სახელად შუბი და ისინი დაიწყებენ მეწყვილეებივით ბრძოლას და შეეცდებიან გადარჩენას სასტიკ სამყაროში. დავიწყოთ ზომებით. აქ უპირატესობა იქნება რექსისაგან, რადგანაც მისი სიგრძე არის 13 მეტრი, სიმაღლე კი 5,5 მეტრი, იწონის იგი 8 ტონას. რაც შეეხება ფანგის ზომას, მულტსერიალში იგი ძალიან დიდი არ ჩანდა. მისი სიგრძე დაახლოებით 4-5 მეტრია, სიმაღლე 3 მეტრი, იწონის იგი 4 ტონას. ამიტომ ზომებში პლუსი მისდის რექსის. იგი ფანგზე 4-ჯერ უფრო დიდია. დაახლოებით ასე გამოიყურება მათი ზომის შედარება. ასე რომ ამ პუნქტში პლუს ვანიჭებ რექსის, თუმცა ზომა არ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ბრძოლაში. შევადაროთ ძალა. რექსის პირველ ფილმში შეეძლო სირბილის დროს დიდი ხის გამტრევა. ასევე მან ამოაყირავა დიდი საექსკურსიო ავტომობილი, რომელიც დაახლოებით 4 ტონას იწონიდა. ასევე მას ატრიალებდა და გადააგდო კლდიდან. ვოლიერიდან გამოვიდა, თითქოს ის არაფერი იყო. ასევე მან ბოლოში ორი ველოცირაპტორი დაგლიჩა. პირველ იურიულ სამყაროში ის თანაბრად ებრძოდა ინდომინუს რექსს და მას წაუგო. თუმცა შემდეგ საშუალად მოვიდა ველოცირაპტორი ბლუ, რის შემდეგაც რექსი შეეძლო ინდომინუსის აქეთიქით თრევა. ინდომინუსი კი სხვადასხვა 8 ტონას იწონიდა. ასევე რექსი მარტივად კრა 9 ტონიან გიგანტოზავრს თერიზინოზავრის ბრჭყალებზე. თუმცა იმავე გიგანტოზავრს რექსი ძალიან უთმობდა ორთაბრძოლაში. ასევე რექსიმ იოლად გაამტრია დიდი რკინის ღობე, თუმცა ვერ გაამტრია რკინის გალია ლოკუდის სახლში. დამატებით რექსი აყირავებდა მანქანებს. იურიულ ბანაკში კი მან იოლად კრა 6 ტონიან ტარბოზავრს. და დამატებით რექსიმ შეჭამა ან მოკლა კიდევ რამოდენიმე ადამიანი ან დინოზავრი მთელი ფრანშიზის განმავლობაში. რაც შეეხება ფანგის ძალას, მას შეეძლო ალფა-რქიანი ტირანოზავრის ნაშიერების ხოცვა, იმის მიუხედავად, რომ ყოველი მათგანი მასზე ნახევარჯერ უფრო დიდი იყო, ფანგი კი მათ ერეოდა. შემდეგ კი შუბთან ერთად მან დაამარცხა მათი დედაც. მას ასევე შეეძლო მოხუცი მამონტის იოლად წაქცევა და მამონტების ჯოგისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ფანგმა ასევე დაგრჯა აფთრების ხროვა და დიდი ადამიანისებრ ღამურები და ასევე ფანგი ერეოდა უამრავ სასტიკ პირველყოფილ ქმნილებას, რომლებიც სერიალში იყვნენ ნაჩვენები. მეორე სეზონში ფანგი ებრძოდა ეგვიპტურ ჯარებს და ვიკინგებს და მათ წინააღმდეგაც ძალიან ღირსეულად გამოიყურებოდა. ასევე ფანგს იოლად შეეძლო რედისთვის ფეხები ეკრა, რომელიც ზომით ზუსტად მისი ტოლი იყო. და ასევე მას იოლად შეეძლო ვერძით გიგანტური ეგვიპტური ჭიშკრის გამტრევა. ასევე მან აწია დიდი გამუქაბულის დათვი და იგი ისროლა. როგორია შედეგი? იმის მიუხედავად, რომ რექსი ფანგზე დიდია და უფრო განვითარებული მუსკულატურა აქვს, ფანგს ამ მხრივ, ძალის მხრივ უბრალოდ, უფრო შთამბეჭდავი მიღწევები ჰქონდა, ამიტომაც აქ პლუს ვანიჭებ ფანგს. რაც შეეხება სიჩქარეს და მოქნილობას, აქ ყველაფერი გასაგებია. ფანგს შეუძლია ძალიან სწრაფად სირბილი, იგი გაურბოდა ველოცირაპტორების ხროვას და დამატებით ფანგი რექსისზე უფრო მსუბუქია, ამიტომაც უფრო მოქნილია. ასევე რექსისაგან განსხვავებით მას ხტუნვა შეუძლია. რაც შეეხება რექსის სიჩქარეს, მე მას ნელს ვერ უწოდებდი, რადგანაც იგი პირველ იურიულ პარკში ეწეოდა ჯიპს, თუმცა პირველ იურიულ სამყაროში იგი ვერ დაეწია მაღალ ქოშებიან ქალს. ასევე Google-ის თანახმად, რექსის სიჩქარე შეადგენს 30 მილს საათში. ის იოლად ეწეოდა მოზარდების გუნდს იურიული ბანაკის სერიალში. თუმცა იურიული სამყაროს მეორე ნაწილში ის ვერ ეწეოდა ერთ ადამიანს. მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არაა იმისათვის, რომ მან ამ პუნქტებში ფანგს აჯობოს.
გარდა ამისა, ფანგს აქვს შესანიშნავი რეაქცია. მას შეეძლო თავი აერიდებინა ნაით ფიდერის შეტევას, რომელიც საიტამასავით სწრაფი იყო. ასე რომ სიჩქარის და მოქნილობის მხრივ პლუსი მისდის ფანგს. ახლა კი შევადაროთ სიმტკიცე და გამძლეობა. მოდით აქ შევადაროთ მიღწევების მიხედვით. ფანგი უძლებდა ალფა-რქიანი ტირანოზავრის დარტყმებს. იგი ასევე არ აქცევდა ყურადღებას მეგა-ობობის დარტყმებს, როდესაც ის მას ქვევიან კედლებზე აგლიდა და ასევე ფანგს ზიანს არ აყენებდა მუტანტი გორილა კროგის დარტყმები. ფანგი ასევე გადარჩა უამრავი ჩავარდნის შემდეგ. თუმცა მეორე სეზონში მას ზიანს აყენებდნენ ისრები, ცულები, შუბები და დანარჩენი მაგდაგვარი იარაღი. ანუ პირველ სეზონში მას ამ მხრივ უფრო შთამბეჭდავი მიღწევები ჰქონია. დამატებით ფანგს შეუძლია ძალიან ხანგრძლივურად ცირბილი და დამატებით ცეცხლიანი დემონის ცეცხლმაც მაშინვე არ დაწვა. რაც შეეხება რექსის, მას ზიანს აყენებდა ინდომინუსის ბრჭყალები. ასევე მას იარები რჩებოდა რაპტორის კმენების და ნაკაწრების შემდეგ, რაც მკაფიოდ ჩანს ზოგ მომენტებში. დამატებით, რექსი ტკივილს გრძნობდა, როდესაც ინდომინუსმა მითვე დაამტვრია პატარა სუვენირების მაღაზია. ასევე რექსი უძლებდა ელექტროშოკერებს, თუმცა მისი კანი გახვრიტა ნემსმა ტრეილერში. ასევე იგი გრძნობდა ტკივილს გიგანოტოზავრის კმენებისაგან და ტარბოზავრის დარტყმებისაგან. როგორია შედეგი? ფანგს სიმტკიცის და გამძლეობის მხრივაც უფრო შთამბეჭდავი მიღწევები ჰქონდა, ასე რომ აქაც პლუსი მის სასარგებლოდ მიდის. შევადაროთ შესაძლებლობები. აქაც უპირატესობა იქნება ფანგისაკენ, რადგანაც მას ცურვა შეუძლია და ასევე მას პირველყოფილი ენა ესმის. რექსის კი არანაირი შესაძლებლობები არ უჩვენებია, ასე რომ აქაც პლუს ვანიჭებ ფანგს. დავასრულოთ ინტელექტით. აქაც უპირატესობა იქნება ფანგისაკენ, რადგანაც მას ესმის პირველყოფილი ენა და ასევე იგი არის გამოცდილი მონადირე, რომელსაც სხვადასხვა სტრატეგიები ჰქონდა ნადირობისას. დამატებით ფანგმა მოტვინა თავის მომკვდარუნება, რომ ღამურებმა ის მაღლა აიყვანონ და მას შუბი გადაერჩინა. ფანგი ასევე ზოგადადაც ინტელექტუალურია, ძალიან კარგად ფიქრობს სანამ რამეს აკეთებს. რაც შეეხება რექსის, მე მას ვერ უწოდებდი ინსტინქტურ ცხოველს, იმიტომ რომ მას ესმოდა ბლუს მხრივ დახმარება, ამიტომაც მას თავს არ დაესხა. ასევე რექსი იყენებდა თავიანთ რესურსებს ბუდის ასაშენებლად და ასევე იგონებდა სხვადასხვა სანადირო სტრატეგიებს. ანდა მაგალითად შეეძლო გამოიყენებინა თავისი ღრიალი იმისათვის, რომ თავისი მსხვერპლი გამოეტყუებინა. თუმცა ამ მხრივაც ფანგს უფრო შთამბეჭდავი მიღწევები ჰქონდა, ამიტომ აქაც პლუსი მის სასარგებლოდ მიდის. მაშას შედეგი. ზომის გარდა ფანგი ყველა პუნქტში იგებს, ამიტომაც დღეს იგებს ფანგი 70%-ით. თუ თქვენ შედეგს არ ეთანხმებით, მაშინ შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში, რატომ. ასევე შევამთავაზეთ კიდევ იდეები შედარებებისთვის. ამ ერთხელ მე თქვენ გემშვიდობებით, ყველას წარმატებებს გისურვებთ და კარგად ბრძანებოდეთ.